Თათახალაიასა და მის ყოფილ მოადგილეზე ინტერპოლმა ძებნა ოფიციალურად გამოაცხადა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მაღალჩინოსნებს საერთაშორისო პოლიცია წითელი ციρკულარით ეძებს. მათ ბრალადედება ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხელყოფა, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთა. დეტალებით ჩვენი ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა გვერდება. დიახტინა დათახალაიასა და სოსოთოპურიძესთან ერთად ინტერპოლი ძებნა გამოცხადებული ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ორ მაღალჩინოსანზე, მათ შორის გერონტი ალანიასა და ოლეგ მელნიკოვზე. ეს უკანასკნელი კი საერთაშორისო პოლიციამ კიევში რამდენიმე დღის წინ დააკავა და ასევე რამდენიმე დღეში საქართველოს უკვე მის ექსტრადირებას გადმოცემას ელოდება. რაც შეეხება თავად აღნიშნული პირების შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების ძებნის მოთხოვნით 5 დეკემბერს მიმართა პროკურატურამ თბილისის ინტერპოლის ბიურომ კი აღნიშნული გადაუგზავნა ლიონში ცენტრალურ ოფისს, ხოლო ცენტრალურმა ოფისმა დეტალურად განიხილა აღნიშნული პირების ბრალდება, ხომ არ შეიცავდა ისინი სამხედრო დანაშაულებებს, ან ხომ არ იყო მის ბრალდებებში რაიმე სახის პოლიტიკური სარჩული და სწორედ ამის შემდეგ 12 დეკემბერს უკვე მიანიჭა მათ წითელი ციркуლარით ძებნის სტატუსი. ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ აღნიშნული პიროვნებების მიერ მათი დაკავების და ექსტრადიციის მიზნით საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა იმავე დღეს, ანუ 5 დეკემბერს, ხოლო მათ მიმართ წითელი ციркуლარები გამოიცა მიმდინარე წლის 12 დეკემბერს. დავით ახალაიას სისხლსამართლის კოდექსის 333 მუხლის მესამე ნაწილის A, B და G ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გარდა ასევე ბრალადედება საქართველოს სისხლსამართლის კოდექსის 153 მუხლის მეორე ნაწილის A და T პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონო აღკვეთას ჩადენის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით ან ასეთი ძალადობის მუქარით. შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები, რომლებიც ინტერპოლის წითელი ციркуლარით იძებნებიან, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ზუსტად 3 საათში უფრო ფსლად მოგიყვებით მრავალ საინფორმაციო გამოშვებაში, ასევე გიამბობთ კიდევ რამდენი ქართველი იძებნება საერთაშორისო პოლიციის მიერ. მადლობა ნოდარ, ჩვენ ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა გვერდებოდა.